შავი ზღვის აკვატორიაში მასშტაბური სწავლება დასრულდა. სცენარის მიხედვით სწავლებაში მონაწილე მსურავს საშუალებებს და შუამფრენებს ხომალდების შეჯახების შედეგად ზღვაში ჩავარდნილი 8 მეცხვაური უნდა გადაერჩინათ. გარდა ამისა უნდა შეეკეთებინათ ერთი დაზიანებული გემი, ხოლო მეორეზე ხანძრის ლოკალიზება უნდა მოეხდინათ. სწავლება ნაპირიდან 5 საზღვაო მილის დაშორებით გაიმართა. გარდა ამისა, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვაში ჩაღრული ნავთობის კონტროლის და დაბინძურების კერის შეზღუდვის იმიტაცია მოეწყო. სწავლებაში, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები, საბატონო პოლიცია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, ბათუმის სახანძრო და სამაშველო სამსახურები და ფოთის საბუქსირე გემები მონაწილეობდნენ. დროულად იყო გაწერილი ყველას მოვალეობები, კავშირი იყო იდეალური და მე ვფიქრობ, ასეთი წვრთნები აუცილებელიც არის. დროული იყო და ესე იგი თუ რაიმე ხარვეზები გვაქვს, ამას გავეთვალისწინებთ და შემდგომში რომ აღმოფხვრილი იყოს. თუ რაც იყო ეს 8 ადამიანი სცენარის მიხედვით იყო ზღვაში გადავარდნილი, ყველაფერი იყო სინამდვილესთან მიახლოვებული.